დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო სტამბულისაკენ. სტამბულში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა დიპლომატებთან შეხვედრისას პირველი კომენტარი გააკეთა. ერდოღანის განცხადებით ტერორისტული აქტი სავარაუდოდ სირიელმა თვითმკვლელმა ამფეთქებელმა განახორციელა. თურქეთის პრეზიდენტის სიტყვებით მნიშვნელოვანია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიოს ქვეყნებმა ძალისხმევა გააერთიანონ. თურქეთი ძალას არ დაიჭურებს ბრძოლაში ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, როგორებიცაა ისლამური სახელმწიფო, ქურთისტანის მშრომელთა და კომუნისტური პარტიები. ეს ყველა ერთი ტიპის გაერთიანებებია, რომლებიც ერთი და იგივე ტაქტიკით მოქმედებენ, განაცხადა ერდოღანმა. ამ მასალას ალ-ჯაზირა ავრცელებს. Turkey will preserve its stance and determination to fight against terrorism. მეორე დღევანდელი სიახლე თავად სირიას უკავშირდება. გუშინ საღამოს სირიის ქალაქ მადაიაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონა შევიდა. სირიის ოპოზიციური ძალების კონტროლქვეშ მყოფი მადაია სირიის მთავრობის და ჰეზბოლას თვეების მანძილზე ალყაში ყავდათ მოქცეული, რამაც ქალაქში შიმშილი და ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. მადაიაში მოშიმშილე ბავშვების ამსახველი მასალების გავრცელების შემდეგ მსოფლიოს ეწოლის ქვეშ სირიის მთავრობამ თანხმობა განაცხადა მადაიაში ჰუმანიტარული ტვირთის შეშვებაზე, რომელიც ამბოხებულ ქალაქს რამდენიმე კვირის მანძილზე ეყოფა. Pictures of emaciated children shared across social media sparked an international outcry. The US, the UK and France all demanded Damascus allow full access to the besieged town. დღეს ორგანიზაციამ ექიმების საზღვრების გარეშე გააკეთა განცხადება, რომ ისინი წყვეტენ საკუთარ მისიას ხმელთაშუა ზღვაზე. საუბარია სამშუალო ოპერაციებზე, რომლებიც ბოლო თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და 20,000-მდე აფრიკელი და სირიელი ტოვილი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინეს. სამშუალო ოპერაციების შეჩერების, დროებითი შეჩერების მიზეზად ზღვის ძლიერი სეზონური ღელვა სახელდება. CCTV-ის ინფორმაციით, ევროპის ნაპირებთან მომხდარ საზღვაო კატასტროფებში გასულ წელს 3,700 ტოლვილი დაიღუპა. Legal channels of migration into Europe is the only way to really prevent deaths at sea. The EU's border agency Frontex is now solely responsible for coordinating rescues in the Mediterranean using the naval capacities of EU member states. შემდეგი სიახლე მექსიკას უკავშირდება. ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც ვფიქრობ მომავალში შეიძლება კინოსაც დაედოს საფუძვლად სიუჟეტად. მექსიკის პოლიციამ დღეს გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია მექსიკელი ნარკობარონ იოაკინ ელ ჩაპო გუზმანის აყვანის გახმაურებული ოპერაციისას მომხდარი ორმხრივის როლის კადრები. ალ-ჯაზირას ინფორმაციით ამ სპეცოპერაციას 5 ადამიანია მსხვერპლა, ხოლო თვითონ ელ ჩაპომ ალყაშემორტყმული ბინიდან საკანალიზაციო სისტემით გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ ის ქუჩაში ლუკიდან ამოძვრა და იარაღის მუხარით გაიტაცა მოქალაქის მანქანა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს. ასეთი სცენარით დაახლოებით სიუჟეტით გავს ესკობარის ლიკვიდაციის ისტორიას და შენ ახსენე და მთავარი გმირი არ გეხსენებია შონ პენი. ვიზუალურად და სხვათა შორის მსგავსება არის. შონ პენი არ გეხსენებია, ვის მეშვეობითაც ფაქტობრივად გავიდნენ ამ კაცზე და აიყვანეს, ხო.